1 ივლისს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესასწავლად ხომალდი ევკლიდე გაუშვა. მის მიერ სატესტო რეჟიმში გადაღებული ფოტოები ზაფხულში უკვე ვიხილეთ. ახლა კი ობსერვატორიამ პირველი სამეცნიერო სურათები გამოგზავნა, რომლებზეც გასაოცარი ნისლეულები და გალაქტიკებია აღბეჭდილი. ცხენის თავის ნისლეული. ეს შთამბეჭდავი ნისლეული, რომელიც მოკაშკაშე ვარსკვლავების ფონზე ჩანს, მოწითალო ცხენის თავს მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ შეურჩიეს მას ასეთი სახელი. ამ ობიექტს მეორენაირად ბერნარ 33-იც ეწოდება და ჩვენგან 1375 სინათლის წლითაა დაშორებული. ამ ნისლეულში ვარსკვლავების წარმომქმნელი არეალია, სადაც ახალი მნათობების ფორმირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ცხენის თავის ფორმას მტვრისა და აირის მუქი ღრუბლები ქმნის, რომლებსაც ვარსკვლავურ სისტემა სიგმა ორიონის ულტრაიისფერი გამოსხივება უფრო გამოგვეც. ცხენის თავის ნისლეული აქამდეც გვინახავს, მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ტელესკოპი ევკლიდე პირველია, რომელმაც მისი ასეთი სრული გამოსახულება სულ რაღაც 1 საათში მოიპოვა. ეს ობსერვატორიის ფართო ლინზის დამსახურებაა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ მონაცემების მეშვეობით აქამდე უცნობ იუპიტერის ზომის პლანეტებსა და ახალგაზრდა მნათობებს აღმოაჩენენ. ვარსკვლავთა სფეროსებური შეჯგუფება NGC 6397. დედამიწისგან 7800 სინათლის წლის მოშორებით ირმის ნახტომის გალაქტიკაში ასობით ათასი ვარსკვლავისგან შემდგარი სფეროსებრი შეჯგუფებაა განლაგებული, სახელად NGC 6397. იქ არსებული მნათობები გრავიტაციის გავლენითაა შეკავშირებული. სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ევკლიდეს დაკვირვებების წყალობით დააფიქსირებენ ვარსკვლავებს, რომლებიც მსგავს შეჯგუფებებს გალაქტიკაში გადაადგილებისას კვეთენ. მათ კვალს ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რისი მიზეზიც მეცნიერთა აზრით სფეროსებრი შეჯგუფების გარშემო არსებული ბნელი მატერია შეიძლება იყოს. უწესრიგო ჯუჯა გალაქტიკა NGC 6822. ყველა გალაქტიკა ჩვენს ირმის ნახტომს არ ჰგავს. ამის თვალსაჩინო მაგალითია უწესრიგო, არარეგულარული ჯუჯა გალაქტიკა NGC 6822, რომელიც მშვიდოსნის თანავარსკვლავედშია განლაგებული. ის ჩვენგან 1,6 მილიონი სინათლის წლის დისტანციაზეა და აქამდეც გადაგვიღია, მათ შორის ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით. ამის მიუხედავად ევკლიდემ პირველმა შეძლო, რომ ეს გალაქტიკა სრულად დაახლოებით 9 საათში აღებეჭდა. როგორც ადრეულ სამყაროში გაჩენილი მსგავსი სისტემის უმეტესობაში, NGC 6822-იც მეტალების ნაკლებობაა. არაა გამორიცხული ევკლიდემ ამის მიზეზსა და ზოგადად გალაქტიკების ევოლუციის ბუნდოვან დეტალებს მოჰფინოს ნათელი. სპირალური გალაქტიკა IC 342. სპირალური გალაქტიკა IC 342 ჟირაფის თანავარსკვლავედში მდებარეობს. მას დამალულ გალაქტიკასაც უწოდებენ, რადგან ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის დისკოს ფონზე მისი დაფიქსირება მარტივი არ არის.